გამარჯობა, მე ვარ გიორგი ჭაუჭიძე, ეს არის გადაცემა სკოლაზე. ამ გადაცემის მიზანია საზოგადოებაში სკოლის შესახებ არსებული წარმოდგენების ერთგვარი ტრანსფორმაცია, ასევე ჩვენი გადაცემის სტუმრებით განსხვავებულ რაკურსში წარმოჩენა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია პაატა პაპავა, განმანათლებელი, კომპანია Teamboat-ის თანადამფუძნებელი. გამარჯობა პაატა, დიდი მადლობა რომ მონაწილეობ ჩვენს გადაცემაში. მოკლედ სკოლის შესახებ ვისაუბრებ, შენი სკოლის შესახებ და გითხარი თავიდან რომელი სკოლაა ეს, სად არის და შემდეგ გავაგრძელოთ. მე ვისწავლე, შევედი 24 საშუალო სკოლაში, ასე ერქვა მას მაშინ იან ამოს კომენსკის სახელობის 24 საშუალო სკოლაში და ამ სკოლაში ვისწავლე. და რომელი წლები? წლები დავამთავრე იგივე სკოლა. ეს არის მე შევედი სკოლაში 1977 წელს. ჩვეულებრივად 6 წლის ასაკში, როგორც მაშინ იყო განსაზღვრული, საკმაოდ კაცრი იყო მაშინ ეს. მიღების, ასე ვთქვათ, პერიოდები და ინტერვალები, მოკლედ ესე შევედი 77-ში და დავამთავრე 88-ში. ისეთ პერიოდია. საბჭოთა კავშირის საინტერესო, ძალიან საინტერესო პერიოდია. კი, ისეთი მრავალფაზიანი მე ვიტყოდია ეს 11 წელი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ საინტერესო ტრანსფორმაციების და მოვლენებით ისეთი სავსე პერიოდია. ეს 24 სკოლა მდებარეობს თბილისში. 24 სკოლა არის თბილისში, დღესაც კი პლეხანოვს რო უძახიან დავით აღმაშენებლის გამზირისა და ბაქოს ქუჩის, ესეთი ვიწრო ქუჩა, ბაქოს ქუჩა ოფიციალური მისამართი, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავით აღმაშენებლის გამზირზე ყოფილ პლეხანოვზე. ესე იგი ეს ადგილიც მოინიშნება ჩვენს რუკაზე, ჩვენი გადაცემის რუკაზე, სხვადასხვა სკოლას მოუნიშნავთ ხოლმე ამერიდან კიდევ. ადგილი, რადგან ვახსენე, სკოლაში ხომ არ გახსენდება რაიმე ესეთი ადგილი, ან რაღაც აი უცებ, მაგალითად სკოლაში რა ადგილი გაგახსენდებოდა, ან რამდენიმე ადგილი ხომ არ გქონდა ისეთი რაღაცნაირი. რა კარგი შეკითხვა. საუბრობთ სკოლის შიგნით შენობაში გულისხმობთ თუ თქვენ მიმდებარე? ვიტყოდი რომ კი, მახსენდება, მაინც ვიტყოდი რომ ადგილი თვითონ არის ძალიან ესეთი საინტერესო, ლამაზი ადგილია ძალიან. სხვაჩურის დღესაც ახლოს ცხოვრობ, არ შემიძლია დიდად ის ლოკაციას რო უძახიან. ახლა სკოლის გარშემო პირველი წლები ჩემი ცხოვრების არის წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, სკოლასთან საკმაოდ ახლოს და ახლა ვცხოვრობ თამარ მეფეზე. ასე რომ დიდად ესეთი მობილობით არ გამოვირჩევი იმ პერიოდის შემდეგ, ასე ვთქვათ, იქვე ვტრიალებ დღესაც და მიყვარს ძალიან ეს ადგილი. და რატომ მიყვარს ეს ადგილი? აი ბოლო პერიოდში რაც რეფლექსიებს რომ ვეძლევი ხოლმე, ფეხით განსაკუთრებით იშვიათად როცა მიწევს ფეხით იმ უბანში სიარული, აი ვამბობ რომ ძალიან დახვეწილი რა, ესე იგი ესთეტიკურად მდიდარი ადგილებია იქ. შენობებს თუ შევხედავთ, აი სკვერები, ბაღები, ესეთ ლამაზი ადგილებია ბევრი. არის მართალია მე საბჭოური რაღაც მიშენება, დაშენება, მოშენებები, მაგრამ მაინც აი ფუნდამენტურად ისტორიული ადგილია სხვა შორის, ძალიან საინტერესო ისტორიის მქონე სივრცეა ეს ლოკაციურად. და აი მე ვიტყოდი რომ ამ ადგილებმა გამზარდა რაღაც თვალსაზრისით. აი ჩემი დღევანდელი ფასეულობები, ღირებულებები, როცა ვაკეთებ ხოლმე ესე პიროვნული გზის გადახედვას, ბიოგრაფიულ რეფლექსიას რო უწოდებთ ხოლმე ხანდახან განათლებაში, აი ვთვლი რომ ამ ადგილებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თავისი იმით. ეხლა ადგილებს რაც შეეხება, აუცილებლად მინდა გავიხსენო გზა სახლიდან სკოლამდე, აი ეს პატარა მონაკვეთი, ნაბიჯებსაც ვთვლიდი ხოლმე. მათემატიკაშიც წამეხმარა 350 ნაბიჯი იყო დაახლოებით და ზრდასთან ერთად მცირდებოდა ცხადია ნაბიჯების რაოდენობა და ნახეთ გზა სკოლიდან სახლამდე იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, რაც მახსენდება ახლა. მახსენდება გზა ასევე სკოლიდან სახლამდე და ამას დიდი ისტორია აქვს ჩემთვის, ოჯახისთვისაც მე ვიტყოდი. რომ ბიძა ჩემს ხშირად ამოყვავდი ხოლმე, ესე მაკითხავდა სანამ პატარა ვიყავი და დამოუკიდებლად შევძლებდი ამ გზის გავლას. აი ის დიდი თავგადასავლები
ხო, აი ეს რამდენიმე ასეული მეტრში ბევრ რამეს ასწრებდა ბიზა ჩემი, რომელმაც დღესაც მომყვება ის გავლენა პოზიტიური რა თქმა უნდა და მახსენდება სოკოს ვეძახოდით, დღესაც არის ის სოკო სკვერში გვერდით, რომელიც ასევე ძალიან დატვირთული ადგილი იყო და უამრავი მოვლენა მახსენდება აი ამ პატარა, აი ერთი ბეწო პატარა სამკუთხა სივრცეში, პოზიტიურიც, ნეგატიურიც, ასეთიც, ისეთიც, ბევრი რამე მომხდარა იქ, ისეთი მოვლენებით სავსე ადგილი იყო, სადაც აი თემი, აი ეს უბნის თემი პატარა დიდი ქალი კაცი მოხუცი ახალგაზრდა აი რაღაცნაირად ერთად რაღაც მოვლენებში ვიყავით ესე იგი დიდ და პატარა მოვლენებში ვიყავით მნიშვნელოვანში რა თქმა უნდა რაც შეეხება ძალიან კარგად მახსოვს მისასვლელი ადგილი იქაც კარგად არის მოწყობილი ის სივრცე დღესაც კარგად გამოიყურება მე ვიტყოდი რაც შეეხება შიდა სივრცეს მახსენდება კლასები მახსენდება, აი ჩვენი კლასები, ხო, სამასწავლებლო მახსენდება, ფიზკულტურის დარბაზი მახსენდება. და ეზო. საკმაოდ ისეთი კარგი ეზო იყო შიდა სივრცეში. იქ იყო მუსიკალური სასწავლებელი, საიდანაც მუდმივად გამოდიოდა არაჩვეულებრივი, კი, ძალიან ისეთი ჰანგები. ერთი წელი სწავლობდი სხვა შორის იქ. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი წელი და რა თქმა უნდა ბევრს თამაშობდით აი ამ ეზოში. ეზოც იყო ძალიან ესეთი ცოცხალი და სავსე ადგილი. ხო, რაღაცნაირად ესე იგი ბიბლიოთეკა თუ გახსოვს, თუ იყო. როგორ არა? ახლა გამახსენდა ბიბლიოთეკა, თავიდან არ გამახსენდა, იმიტომ რომ ძალიან როგორ თქვა, ძალიან უხილავი ადგილი იყო. უხილავი ადგილი იყო რაღაცნაირად ესეთი შეყუჟული ერთგვარი აი რაღაცნაირი აქსესუარივით იყო რა მე ვიტყოდი არ იყო ცოცხალი არ მიგიწევდა არა როგორც ასეთი ხო სულ რამდენჯერმე ვარ ბიბლიოთეკაში ნამყოფი სულ რამდენჯერმე ერთი-ორი წიგნი წამოვიღე ერთი მე მგონი არც დავაბრუნე და ბოდიშ ვიხდი ამის გამო და ეს არ იყო ისეთ ქმედითი სივრცე მე ვიტყოდი აიო 77 წელი თქვი ხო მოკლედ რო გითხრა შენს ოჯახზე მშობლები მაშინ აი რა ოჯახი როგორ შეხვედი აი ამ პერიოდში რა თქმა უნდა ოჯახმა გადაწყვიტა და თან მაშინ წდებოდა ესე ხო ადგილმდებარეობის მიხედვით იქ არ იყო დიდი არჩევანი თუმცა ზოგიერთი ოჯახი ახერხებდა მაინც რო ეგრეთ წოდებულ პრესტიჟულ სკოლაში სხვა უბანში ჩაეწერა ბავშვი სკოლაში, მაგრამ ჩვენთან ნუ გადაწყდა ესე. თან 24 სკოლა იყო, საკმაოდ ისეთი. საკმაოდ სახელის და რეპუტაციის მქონე სკოლა იყო. იქ იყო გაძლიერებული ინგლისურის სკოლა, რომელიც მაშინ სხვა შორის აი 70-იან წლებში ინგლისური ენის სწავლა გახდა ძალიან ისეთი ხელშესახებად საჭირო მოვლენა. აქვე მივაბა მაშინ ვიტყვი ამ ენის თვალსაზრისით რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე და განვითარებაზე კარიერულ მათ შორის გზაზე იქონია ინგლისურმა ენამ სწორედ და ვიტყვი აი ამას გავიხსენებ ახლა რომ სკოლამდე ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში თუ ეხლა სწორად ვიცი და მახსენდება ჩემმა ოჯახმა დედამ ბიძამ მამამ გადაწყვიტეს რომ ინგლისურზე მივეყვანე და ახლა ზუსტად არ ვიცი როგორ მოხდა და არც მახსოვს ახლა რა თქმა უნდა ისეთ ასაკში ვიყავი მაგრამ ნუ არაჩვეულებრივი გაკვეთილები ქალბატონი ბელა მიქელაძე ევგენი მიქელაძის ნათესავი რომელსაც რაღაც ბედმა და განგებამ გაუღიმა და ბრიტანეთში ესე იგი დაამთავრა ის უმაღლესი სასწავლებელი მიიღო სპეციალური განათლება და თან მასწავლებლის სტატუსიც ჩამოვიდა და კერძო თავის ბინაში რუსთაველზე აქედან არც ისე შორს სხვა შორის შექმნა ეს პატარა სივრცე სადაც კერძო მცირე ჯგუფებს აკომპლექტებდა და აი მეც მოვხვდი ერთ-ერთ ასეთ ჯგუფში მე ვარ დღეს ძალიან მადლიერი ოჯახის ამის გამო ქალბატონი ბელას გამო ცხოვრებული არაჩვეულებრივი ქალბატონის და მინდა ვთქვა თავარი რაც არის ახლა ის რომ აი განათლების სფეროში აღმოჩნდი ის რომ ვერ მოვწყდი ამ სფეროს და დღესაც
ჩემი საქმიანობის ვიტყოდი დიდი წილი უკავშირდება სწორედ სწავლებას, სწავლას, განათლებას, კრიტიკულ აზროვნებას, მეთოდების ნაირსახეობით მუშაობას და ასე შემდეგ. არის აი მაშინდელი სწორედ გავლენის ამბავი და აი ქალბატონი ბელა ატარებდა ისეთ გაკვეთილებს, რომლებსაც დღეს ჩვენ აი ესე ვეძებთ რაღაცა ტრენინგებით და უნივერსიტეტებშიც ვსწავლობთ ბიძაჩემმა და ბიძაჩემი ქალბატონი ბელა მე ვიტყოდი თანაც ესე პარალელურად და ერთდროულად თითქმის აი ჯერ კიდევ სკოლამდელი ასაკიდან ისეთ აქტივობებს, ისეთ პროცესებში, სწავლის სიხარული გამაღვივებელ პროცესებში და ნაირფეროვნებაში სწორედაც რომ მაბავდნენ ეს ადამიანები, მრთავდნენ ეს ადამიანები, რომელმაც როგორც ჩანს მართლაც აი საკვანძო გავლენა იქონია შემდეგ ჩემს იმაზე ხო დაკვალიანებაზე და დღევანდელ საქმიანობაზეც. ბიძა დედის ძმა თუ დედის ძმა, მე გავიზარდე დიდ ოჯახში, სადაც ერთად ცხოვრობდით ბევრი ადამიანი, ბებია ჩემი იყო ერთგვარი თავი ქალი გურულები როგორც გურული იმის რო თქვა ხო ესე იგი თავი ქალი ესეთი არაჩვეულებრივი ყოჩარი ძალიან ადამიანი და დიდი სახლი საკმაოდ დიდი ბინა იყო ჩვენი სახლი ამას კიდევ თავის ის აქვს თავის გავლენა ქონდა ბევრი ვიყავით ეგრეთ წოდებულ იტალიურ ეზოში სადაც უამრავი ბავშვი ვიყავით და უამრავი ადამიანი ხო ესე იგი ერთმანეთთან ურთიერთობებს ვალაგებდით აი ესეთი ოჯახი და 24 სკოლა აი სკოლამდე თუმცა იმ პერიოდიდან უამრავი რამის გახსენება შემიძლია რომელმაც ასევე გავლენა იქონია ჩემს სასკოლო ასაკში ზრდაზე ხო აი ეს ოჯახი мама ასევე რომელიც ყოველთვის ესე იგი იყო შემართული იმისთვის რომ ფსიქოლოგებს უყვართ დღეს დარესურსება ესეთი ზმნა აი მარესურსებდა მუდმივად რავით უამრავი რამით რა საღებავებით თუ მუსიკალური ინსტრუმენტებით თუ რავით რით აღარ ასე რომ აი ესეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენს ოჯახში ცოდნას განათლებას ეს უკვე წინაპრებში შემიძლია წავიდეთ თუმცა ახლა არა მაგრამ აი ეს ხაზი ესეთი ერთგვარი ხაზი რომელსაც აწლეულების ისტორია აქვს ჩვენს ოჯახში განათლების ცოდნის ხო პატიოსნების მე ვიტყოდი კეთილსინდისიერების აი ესე რაღაცნაირად მთავარი მოტივები იყო ჩვენთან სახლში და დღესაც გრძელდება ეს ამბავი აი ბიძაჩემ დღესაც უკვე ხო ესე იგი არაერთი აწლეულია მას შემდეგ გასული აი ოჯახში მთელ ჩვენ სანათესაოს გულისხმობა ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ვიწრო შემადგენლობა მთელ აი დიდ სანათესაოში აი აი ცოდნის განთესვას და სხვა შორის დაფინანსებას იქ სადაც საჭიროა მთელი გულით და შეგნებით ემსახურება სკოლამდელ პერიოდში რომ გავიხსენოთ შენ როგორც სპეციალისტი ამ საქმის წიგნის სპეციალისტი სკოლამდელი წიგნები ამბები ვინ რას გიკითხავდა რას გიყვებოდა ეს რომ და რა ემოციები გახსენდა სკოლამდელზე ვსაუბრობ ხო ახლა ესე იგი ერთი რაც აუცილებლად უნდა გავიხსენო არის ამირანი აი ეს არის ჩემი რა ვიცი ჯადოსნური საგანი რომელიც მომყვება დღესაც მეხსიერებაში ძალიან მკაფიოდ და დიდი გავლენით ვისგან ეს ამირანი ეს წიგნი არ მახსოვს ახლა ვინ მოიტანა ჩვენთან ოჯახში სხვა შორის უფრო აი ჩემთვის წაკითხვაზე მეტად მახსენდება პირადად ჩემი ურთიერთობა ამ წიგნთან და ის უზარმაზარი ხიბლი რომელშიც ეს წიგნი რომელიც პირდაპირ შეხებისთანავე ჩამაგდო ამ წიგნმა იმიტომ ახალი გამოცემა იყო სხვა შორის ტამბურადაც აი ახლა რო ვიხსენებ და ვადარებ როგორი ხო ესე განსხვავებებს აი დიაპაზონს რომელშიც საბჭოთა ბავშვებისთვის გამოდიოდა წიგნები ხო აი გამოირჩეოდა თავის გარეგნული სახითაც ილუსტრირებით ასე შიგნით ბევრი ილუსტრაცია იყო და ეს ამირან პატრიუსუპი და ეს რაღაცა ეს უჩხულები და საოცრება იყო სრული ეს წიგნი მე ვიტყოდი
სამწუხაროდ ახლა ვეღარ პოულობ ამ წიგნს, არ ვიცი რა ბედი ეწია ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს წიგნი მე ძალიან მომყვება და მე კარგად ხატავდი. სულ ხატავდი, ეს ხატვა მახსოვს ძალიან ისე და აი ძალიან კარგად მახსოვს, რომ ცხადია ტექსტთან, ამ ტექსტთან ყოფნა და ზიარება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის. მაგრამ კიდევ უფრო მეტად რაც მახსოვს არის აი ილუსტრაციებთან ურთიერთობა და აი ხო იქიდან ხატვა რაღაცების, ჩემი ვარიაციების გაკეთება და ხო აი ამ წიგნს დავასახელებდი პირველ რიგში. დღესაც ძალიან ცოცხალია ის წიგნი ჩემთვის. თავისი მთელი ამბით, ნარატივით და შინაგანი თავის დედააზრით და ყველაფრით. და მქონდა ბევრი წიგნი, აი კუბები მახსოვს ძალიან კარგად. აი ბევრი სასწავლო საგანი მახსენდება, რომლებიც ასე თავისუფლად მქონდა. ჩემთვის კედლები იყო, აი დღეს რომ ამბობ, რომ ბავშვებს აუცილებლად მეტი სპეციალური ისინი ხო, რაც გასაკრავი ისინი არის, რომ ბავშვებს საშუალება მიეცეთ, რომ თავისუფლად მიადგნენ და ხატონან დუდლები აკეთონ ხო და ასე შემდეგ. აი მე მქონდა ეს ფუფუნება, ეს თავისუფლება, ეს შემოქმედებითი ფრენის საშუალება უზრუნველყოფილი და ჩვენი ყველა ოთახი ჩემი რაღაც ციფრებს წერდი, ხან მათემატიკურ რაღაცებს ვაკეთებ, გეომეტრიულ ფიგურებს ხაზავდი ისეთ. პირდაპირ მიმდგარი ვიყავი ამ იმაზე და მახსოვს კარგად, რომ არ მიშლიდნენ ამას. და ამას უზარმაზარი გავლენა აქვს სინამდვილეში. ესე რომ მოუბრუნდეთ კიდევ რა წიგნებზე ვსაუბრობთ, ხო? ან ამბები, რომელსაც გიყვებოდნენ სკოლამდე, ხო? 3, 4, 5 წლის ასაკში. კიდევ ერთს გავიხსენებ და იმ სკოლიდან სახლამდე გზასაც გავიხსენებ, ხო? როდესაც აი ბიძა ჩემს ამოყავდი ხოლმე. ეს კვირაში ერთხელ ორჯერ ხდებოდა. ზოგჯერ უფრო ხშირადაც. აი გზად ჩვენ ვსაუბრობდით ხოლმე. მოვლენებზე ვსაუბრობდით ხოლმე. წლის რაღაც ნაწილში ემთხვეოდა ვენერას, აისის ვარსკვლავის გამოჩენას ცაზე. აი ჩემი სკოლიდან ამოსვლა. და მახსოვს, რომ აი ბიძა ჩემი ხანდახან მეტყოდა ხოლმე, რომ მოდი აბა ვუთხრათ რამე ვარსკვლავს. ხო, პატარა ბავშვისთვის ეს ხო წარმოგიდგენიათ რა არის და სხვა შორის მე ნელ-ნელა გადაიტანა ეს რვეულებში. აი ჩემი საუბრები მე არ ეზარებოდა ამ ადამიანს და იჯდა და იწერდა ხოლმე. ნახეთ, ესე აი დღეს რო ენობრივ პრაქტიკას რო ვარქმევთ და ვიცით ხო რაღაც ისეთი რამეები, რაც მე აწლეულების მერე თურმე როგორ მუშაობს, ხო, ესე იგი. ეს რვეულები ინახება ჩემს ოჯახში, ჩემი ნახატები და რვეულები, აი ეს რვეულები. და მე ლექსებად ხო მიდიოდა ეს რაღაც თეთრი ლექსებივით იყო. რამდენჯერმე ვნახე მე ეს ჩანაწერები. და ჩემი ნახატებიც აი დედას აქვს შენახული დღესაც დიდ პაკეტებში. ზოგიერთი დღესაც არის ჩარჩოში ჩასმული და მათთან მიბრუნება, რა თქმა უნდა, უზარმაზარი მოვლენაა ჩემთვის დღესაც, როცა უყურებ ხოლმე ამ ნახატებს. და ხო, აი ამ რაღაცებს გავიხსენებ. დასასვენებლადაც როცა მივდიოდით, იქაც იყო კითხვა, ეს რაღაც ინტელექტუალური თამაშები, ჭადრაკი. გარდა ამისა, ჩვენთან მოდიოდნენ ადამიანები, რომელთა საუბრები მართლაც გამოირჩეოდა, რაღაც დიაპაზონით, სიღრმით, სიხალასით. ხო, ეს ყველაფერი აი იქიდან ძალიან მომყვება რა, ძალიან ის ადამიანებიც. და ძმა ყავს? და. კი, მე მყავს უმცროსი და მყავს, კი. და ამავდროულად ჩვენი ოჯახი მართლაც ძალიან ისე ინტერაქტიული იყო დღეს რო ვიტყვით რა ძალიან აი სულ იყო ესეთი მიმოსვლა თამაში მეგობრობა და ასევე აუცილებლად უნდა ვთქვა ის ორი ბიძაშვილი ჩემი თუმცა სხვა ადამიანები რა თქმა უნდა მიმოსვლა ხო როგორი ის იყო რა 70-იანი წლების ბოლოს 80-იანი წლების დასაწყისში ძალიან მახსოვს ეს ჩვენი მოდი ესე ვთქვათ ეზოს კულტურას დავარქმევდი ამას. ოღონდ ეზოში არ გულისხმობ ფიზიკურ ეზოს, აი ოჯახიც ეზოს კულტურის მატარებელი იყო. და ხო ასეთ კულტურაში გავიზარდე. და მოდი 77 წელი პირველი კლასი და პირველი გაკვეთილი თუ გახსოვს? პირველი გაკვეთილი არ მახსოვს. ბუნდოვნად მახსოვს პირველი მისვლა სკოლაში.
და პირველ მასწავლებელზე პირველი სტრესი მახსოვს სტრესული იყო მახსოვს რატომ თუ შეიძლება რაღაცა მარტო დარჩენის ის მქონდა უცხო სამყაროში თან ამდენი ადამიანი ხო მიუხედავად იმისა რომ ეს სკოლამდე ეს ეზო ბაღში სახლი ბაღში არა ჩემი ნათესავი იყო ბაღის მასწავლებელი ნანული ხო და არაჩვეულებრივი ადამიანი და ერთხელ მიმიყვანეს იქ ექსპერიმენტი ჩაატარეს და ვერ იგუა იცით რაღაცნაირად ვერ და მე მგონი რაღაც ორი კვირა გაგრძელდა სულ ჩემ ბაღში სიარული ანუ ხო პირველ მასწავლებელზე გითხარი ხო რაც შეეხება სკოლაში მისვლას მახსოვს ის სტრესი ერთი ეპიზოდი მახსოვს როცა რაღაც თითქოს ვიგრძენი რომ ბავშვები გავიდნენ სკოლიდან და მე მარტო ესე იგი ძირითადად კლასელები წავიდნენ ანუ მშობლებმა მოაკითხეს ეხლა სულ პატარა იმას ვამბობ ასაკის ალბათ 6 წლის ვიქნებოდი პირველი ხო აი ეს პირველი კვირების ამბავია ალბათ და მახსოვს რომ ხო რაღაც მომენტში შემეშინდა ძალიან მარტო დარჩენის აღმოჩნდი მარტო იმიტომ ძალიან ცუდად დღესაც საშინლად ვიკრავ თასმებს პრაქტიკულად შემიძლია თქვა აი სასაცილოა რომ შევხედოთ ჩემი ეს თასმისგან კვანძის შეკვრის ისა დღესაც კი და ღია თასმებით არ გიცდია სიარული როგორ არა რა თქმა უნდა და მივლია ღია თასმებით დღესაც დავდივარ ღია თასმებით არა ღია თასმებით სიარული ცალკე მთელი ამბავია ცალკე ის არის სიმფონიაა მაგრამ ახლა მე ვსაუბრობ იმაზე რომ სკოლაში მაინც ხე მოწესრიგებულ გარემოში შედიხარ შეკრული თასმებით უნდა შეხვიდე შეკრული თასმებით გამოხვიდე რაღაც მომენტში აი მიზნელდებოდა ეს მახსოვს რა და ნუ ძალიან დიდხანს ვეწვალებოდი და 5-დან 4 შემთხვევაში არც გამომდიოდა და აი მახსოვს რომ თითქოს აი სტრესია ეს შიში ხო რომ სკოლა დაიცალა უცებ და მე თითქოს და აი ესე მარტო ვიყო გარეთ კი მელოდებოდა რა თქმა უნდა ხო ვიღაც მაგრამ აი ესე იგი აი იქ მარტო დარჩენის საზიზღარი შიში ხა უცებ მომაწვა რა რას ტრაუმული იყო ეს გამოცდილება საკმაოდ როგორც ჩანს და ხო ეს გამახსენდა ახლა სად გავჩერდით ხო მეც რაღაცნაირად იმოქმედა მაგ ამბავმა ჩემ თითქოს წარმოვიდგინე ხო ჩემთვისაც კი და ახლა ხო მასწავლებელი სად იყო მეთქი პირველ მასწავლებელზე ძალიან ძვირფასი ადამიანი ქალბატონი ასმად არაჩვეულებრივი ძვირფასი ადამიანი რა აი მასწავლებელი აღმზრდელი აი ყველა როლი რაც კი შეგვიძლია ახლა ჩვენ ხშირად ხო იქ როლებზე ვსაუბრობთ მასწავლებლის როლებზე და ძალიან გვესმის დღეს ჩვენ უამრავი როლი აქვს მასწავლებელს და როგორი ის არის არა მარტივია ეს პროფესია მასწავლებლად მოღვაწეობა რამდენი მართლაც როლის შესრულება გჭირდება და თან ყველასი ძალიან სათუთად ძალიან სწორად ხო იქ სად გაზარდო მე ვთქვათ მოთხოვნილობა სად შეარბილო ფრაზა სად ხო ცოტა ხო რაღაც ისათუთე გაზარდო და თან ისე რომ სამართლიანობა არ დაგეკარგოს ესე იგი რამდენ როლში ვართ რა მასწავლებლები და ეს ქალი ასრულებდა ამ როლებს კი აი შენთვის როგორც აი ამ საქმის სპეციალისტისთვის ასევე თუნდაც პირველ კლასელებისთვის სწავლების სპეციალისტისთვის იგივე ქალბატონი ასმათი რომ გავიხსენოთ პირველ რიგში რა გახსენდება ან რა ჭარბობს ამ შემთხვევაში მისი ემოცია და დამოკიდებულება არ ვიცი რა როგორი თუ როგორც აი პროფესიონალი დღეს როგორც აი აკადემიური მხარით უფრო მოხიბლული ხარ ან თუ რაღაცის ურთიერთობა მე მახსენდება მისი შინაგანი გულწრფელი შინაგანი მოდი ვიტყვი ამას გულწრფელი შინაგანი სიმყარე და სიმშვიდე ერთდროულად
მახსენდება მის პირველ რიგში აიხლა რომ მიხსენება. ცხადია მახსენდება ციფრებია, დიდ ციფრებს რომ ჩამოწიკწიკებდა ხოლმე ხო იმაზე, იმიტომ რომ გვასწავლიდა მათემატიკასაც, ქართულსაც, წერა-კითხვას. ყველაფერი გამოუვიდა ამ ადამიანს. მე ვიტყოდი რომ აი ჩვენი კლასი ძალიან ისე კარგად გეგმაზომიერად, ეხლა ცოტა სტანდარტების ენით რო ვილაპარაკოთ. ძალიან კარგად გამოსდიოდა ეს ყველაფერი. კარგი ოსტატი იყო, როგორც ესეთი აკადემიური მოსწრების ხო მიმართულებით მშვენიერი, მაგრამ განსაკუთრებული იყო მისი აი ეს მოთმინების უნარი. მე ცხადია სკოლით ქალტონ ასმათთან დამშვიდობების შემდეგ წლებისგან მე ამოვიკითხე ერთ-ერთ კარგ განმანათლებლის ხა სამწუხაროდ სახელს ვერ გავიხსენებ ალბათ ამერიკელი პედაგოგის განმანათლებლის წიგნში რომ თუ კი ერთადერთი რჩევის უფლებას დამიტოვებდნენ ჩემი მომდევნო კოლეგებისთვის, მომავალი თაობის კოლეგებისთვის, ვიტყოდი რომ ეს არის მოთმინება. და უზარმაზარი განზია ეს მოთმინება მასწავლებლის ცხოვრებაში და აი ასმათი იყო ამის მატარებელი ადამიანი. კი, კარგი რჩევა, ნამდვილად საჭირო ალბათ აუცილებელი. ხო, აი მე კი, როცა ვაკეთებ რეფლექსიებს, აი გუშინაც გამახსენდა ეს იმიტომ რომ ახლა ვარ ერთ-ერთი სკოლის კერძო სკოლის მომზადების პროცესში ძალიან აქტიურად ესეთი ლიდერის როლში ჩართული და ცხადია აი ამ სკოლის ფილოსოფიაზე მუშაობთ ახლა და მისიაზე ფილოსოფიაზე წამყვან ფასეულობებზე და აი ამოტივტივდა აი გუშინ თუ დღეს დილით აღარ მახსოვს ძალიან ისე მკაფიოდ და აი ასმათი იყო ამის კარგი შინაგანად მატარებელი და საუკეთესო ილუსტრაცია ამის. აი მახსენე და კითხვა როგორ ისწავლე, რამე შეიძლება კითხვა ვისწავლე იმენ კუბებით. ასოების კუბიკებს უძახდნენ, ხო? ესე იგი კუბები. სხვა შორის ვიტყოდი რომ აი ის პერიოდი საბჭოთა განათლების პერიოდი, ხო? რაც მე მახსენდება და რასაც ახლა უკვე ისტორიიდან ვიგებ. ეს ძალიან შეგნებულად საბჭოთა კავშირს სჭირდებოდა, რომ განათლების სისტემა ყოფილიყო ესეთი კონკურენტული, ესე ვიტყოდი, კონკურენტული, რომ საბჭოთა ბავშვს მიიღო არანაკლები განათლება და ყოფილიყო არანაკლებ წარმატებული ამ აკადემიური, სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლებაში, ვიდრე თქვა გერმანელი ან ფრანგი ან ამერიკელი ბავშვი და ხო ამაზე ვიცით ახლა ჩვენ საკმაოდ რესურსები იხარჯებოდა და თქვა კადრები ამ ბავშვების შეერჩიათ კი რა თქმა უნდა ეს ცალკე ეპოქის ანალიზში შეგვიძლია ჩავაქსოვოთ და საინტერესო რეფლექსია გავაკეთოთ ამაზე, მაგრამ მოდი ახლა წამოვიდეთ აქეთ და თქვათ რომ ბავშვობისას კითხვა ვისწავლე საკმაოდ პატარა, როგორც მეუბნებიან, აი ესეთი ისტორიაც არსებობს, რომ ბებიაჩები სამტრედიაში, ახლა უკვე მეორე ბებიაზე ვსაუბრობ, აი რო ჩავდიოდით ესეთი იმერული იმით ხო, ესე იგი მოტივებით, თურმე ესეთი ფაქტი არსებობდაო, რომ გაზეთს ამოიდებდაო იღლიაში და ჩაკიდებდა ხელსო და მეზობლებში ესე იგი დაგატარებდაო, რომ მე პირადად ესე 3-4 წლის ბავშვს რო ნახეთო კითხულობსო და ბორიამ რო უთხრაო რომ იცი რა მაგას დაზეპირებული აქვს ტექსტიო და შენი ზამდი მაგასო შენ ასწავლიდი მაგას მაგ ტექსტსო გამოიტანე ბორია გაზეთს შენი გაზეთიო და ნახოთ ერთი რას იზავსო და გამარჯვებული წამოვიდა იქიდანო ესე იგი რომ არ გახსოვს ეს თვითონ ეს ეპიზოდი არ მახსენდება მაგრამ კარგად მახსოვს რომ კითხვა ვისწავლე სკოლამდე აი ამ კუბიკები მახსოვს ლომი იყო ჩემი საყვარელი კუბი ხარე კი წახნაგი თუ ციბოა ეხაც კი ხო და წახნაგი და კი აი ეს ცხოველები ცხადია ახლა ბავშვისთვის ხო ცხოველები ესეთია და აი მახსოვს კარგად როგორ ესე დავყრიდით ხოლმე ამ კუბებს და რაღაც ასე სპოულობდით და ასე შემდეგ მე ნელ-ნელა ამას წამოეწია რა თქმა უნდა პატარ-პატარა ტექსტები და გაზეთებამდეც მივედი ესე როგორც მეუბნებიან მახსოვს რომ კითხულობდი
ერთი მწარე რამე რაც მახსოვს არის წერასთან დაკავშირებული. თუ წერა კითხვაზე ვისაუბრებთ, აი წერა კი მახსოვს პირველ კლასში როგორ წამებად გადამექცა რაღაც პერიოდის განმავლობაში ასოების გამოწერა. და დღესაც ჩემთვის რაღაც ემათ არის ჩარჩენილი ეს кейს რო უძახით ხოლმე, ხო, რომ აი ეს ეპიზოდი მახსოვს, მეორე წლაში ვიყავი სკოლაში. ამიტომ დილით უნდა მომესწრო აი ეს რაღაც დარჩენილი, ხო, დავალებების შესრულება, რომ სკოლაში მივსულიყავი, ესე იგი, ღირსებით, ხო? თან სკოლას ქონდა მოთხოვნა, რომ მაშინ ნიშნებიც იწერებოდა ჩვეულებრივ და სკოლას ოჯახს უკაცრავად ქონდა მოთხოვნა, რომ ყოფილიყავი წარჩინებული, მაშინ ასე, ხო, ფრიადოსანი ბავშვი. და მახსოვს აი ეს ეპიზოდი, ცრემლებამდე რომ მივედი, თან დღეს რო ვარქმევთ პოზიტიურ უკავშირს და იმას, ხო, ესე იგი ბიძაჩემი სულ ამ მეთოდით მემუშავებოდა, რომ აი რაღაც პატარა ნახატსაც კი რო გავაკეთებდი, ან პატარა ჩანაწერს რო გავაკეთებდი, ხო, არიშურებდა შექებას, აი დაჯდებოდა და იქ რაღაცა სიტყოდა, რომ აი ეს ხაზი რაღაცა ესე დღესაც აკეთებს ამას. თავის შვილიშვილებთან და სხვა ბავშვებთან შესანიშნავად და ხო ეს ესე იგი ერთი შეხედვით უბრალო ნახელავსაც კი რაღაცა ხო იმაში წარმოადგენდა კუდს მოაბავდა ხანდახან კუდს მოაბავდა მაგრამ სხვათა შორის რო ვაკვირდები არ იყო ეს კუდები ეს კუდები რა თქმა უნდა არ იყო სინამდვილეში ეს იყო თუ არ მოება როგორ მოაბავდა რა თქმა უნდა სინამდვილეში ეს იყო აი გამოხატა ადამიანმა რაღაც და ეხლა ხო და ამიტომ სწრაფად მიდიოდა ეს პროცესი და ეს ტრაგიკული წვალება მახსოვს, როცა აი ასობგერა A იყო, ეგეც კი მახსოვს. კი, აი ხო, ესე იგი აი სპეციალურ როლში, რომელიც ბადიან როლში, რომელიც პირველ კლასში ჰქონდა, ხო, აი იქ და დედა მეჯდა, ეხლა მისთვის მნიშვნელოვანი იყო რომ ბოლომდე გავსულიყავით, თან გვეჩქარებოდა, იმიტომ რომ სადილი და მე სკოლაში წაყვანა, ხო, დროუნდოდა ყველაფერს და აი მახსოვს ხელი რომ ამიკანკალდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ გამომყავდა ესასო და დედაც ანერვიულდა, ესეც კარგად მახსოვს, ეს გადმომედო, აი ესეც რაღაც მასწავლებელია. დედა მერე პერიოდები ჰქონდა მასწავლებლობის, კი, მას აქვს თავისი ძალიან ძლიერი მხარეები, როგორც მასწავლებელს და მეც გადმომეცა ნაწილი აქედან. და მთხრობელია საუკეთესო storytelling-ს რო უძახიან დღეს, საოცარი მთხრობელია. ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია აი თხრობას რო იწყებს, მსმენელები თავისი ჩდებიან არსაიდან. და სულ ეხვეწებიან, რომ არ დაასრულოს ეს თხრობა. საოცარი ისა აქვს უნარი. და კლასებშიც ეს მისი ძალიან ძლიერი მხარე იყო, უამრავი მადლიერი მოსწავლე ყავს, იმიტომ რომ აი ხო, ესე იგი ისტორიაში თან ეს მნიშვნელოვანია და ბოდიში და წერას რო დაუბრუნდეთ, ხო, აი წერა გამიზნელდა. მიუხედავად იმისა, რომ მართლაც საოცრად ხატავდი. მიიყვანე ბოლომდე, ავნერვიულდი მე. ფოტოები ხო მთხოვე გიორგი, მე ერთო ნახატსაც გადმოგიგზავნი იმ პერიოდის, აი 5-6 წლის როგორ ხატავდი და ხო, ესე იგი ყველა უნარს რომ მაინც თავისი გზაკვალი აქვს და ყველას თავისებური განვითარება რო ჭირდება. შეიძლება გაგვიკვირდეს, რომ რას ამბობს ახლა ეს ადამიანი, რომ ასე ხატავდა და იქ ვერ გამოწერა. დიახ. ხო, და აი ის სტრესი მახსოვს ძალიან ისე. მერე ხო. ანუ ყველა ადგილას რის თქმა მინდა ამით, რომ ბავშვს ყველა გზაზე, ყველა ტრაექტორიაზე ჩაშლილად სჭირდება ხარდაჭერა. სჭირდება დღეს კოუჩინგს რო ვამბობთ, ხო? რაღაც კარგ კვალში ჩადგომა და თავის დანებებინება გარკვეულ დროს. თან ცაცია ვიყავი. და აკრძალული გქონდა? იცით, ამას ვერ ვიხსენებ. ძალიან მინდა დღესაც, სხვაჩვერის მინდა რომ ჩაუკირკიტო ამ თემას, მე მინდა ეს სახლშიც გავიარო ჩემებთან ეს საკითხი, რომ იყო თუ არა ისა. საერთოდ ვიცით ახლა ეს არის ის პერიოდი, როცა არ იყო მიღებული კარგ მოვლენად, ესე იგი არ იყო კარგი ამბავი და ოჯახებშიც, სკოლებშიც, მოკლედ რაღაცნაირად არ იყო მისაღები ამბავი.
და ზოგან პირდაპირ მოთხოვნაც კი იყო, რომ ბავშვმა უნდა წეროს მარჯვენა ხელით. მარჯვენა ხელით წერდი, ხო? მე დღესაც სასაცილოდ, აი როცა ან ლექციაზე ან ტრენინგს ვატარებ, ან ხო, რაღაც ესეთი ის მაქვს პრეზენტაციის დროს, ესე დაფაზე მარჯვენა ხელით წერ როცა რაღაცა დასაწერი და სქემა სურათი როცა გასაკეთებელი აი ესე ვათამაშებ მარკერს ხელიდან ხელში. იმიტომ რომ დღესაც ვხატავ მარცხენათი სქემებს, ნახაზებს, ხო, ესე მარცხენათი ვაკეთებ. მარცხენათი ვთამაშობ ფეხბურთს, თამაშობდი, ესე ცაცია ვიყავი, მაგრამ სულ რამდენიმე მოქმედება ვაკეთებ, ესე იგი მარცხენა იმით კიდურებით წერით დღეს ჩვეულებრივად მარჯვენათი წერთ. თუმცა დღეს რეკომენდაციაც არის, ხო, რომ ხო. როგორ სწავლობდი? სწავლობდი უფრო მთელი სკოლის განმავლობაში. სწავლობდი საგნებს ან აღნიშნებზე და ეს რა. სწავლობდი თავიდან თუ სწორად მახსოვს მეხუთე კლასის ჩათვლით ვიყავ ფრიადოსანი, ასე მახსენდება ახლა. ძალიან მკაფიოდ მახსოვს საგნების გაშლა რო დაიწყო მეხუთე კლასში. ქალბატონი ზაირა, ჩვენი ახალი დამრიგებელი 100 მათის შემდეგ. კარგად მახსენდება ძალიან ეს ქალბატონიც. იქ დაეცა ჩემი მოსწრება. რაღაცნაირად ვერ ესე გამირთულდა, ეხლა რო ვიხსენებ, აი ეს საგნობრივად გაშლა. თან ეს დაემთხვა ჩვენ დაგვშალეს კლასი, იმიტომ რომ რაოდენობრივად შემცირდა ჩვენი კლასი და გაგვა ესე იგი განთესვა მოხდა პარალელურ კლასებში. ჩვენი ესე მცირე ჯგუფები. რამდენი იყავთ პირველ მეოთხე კლასში? პირველ მეოთხე კლასში, როგორც მახსოვს, ესე იგი დავიწყეთ სადაც 28, აი ესე მახსოვს 28 და შემცირდა რა 20-მდე ჩამოვიდა წლების განმავლობაში და გადაწყდა რომ დაეშალათ ჩვენი კლასი და ესე მცირე ჯგუფებად ესე იგი გაგვანაწილეს დანარჩენ 3 კლასში. და მახსოვს სტრესული იყო, ცხადი არ არის ადვილი ესეთი რამე, სტრესული იყო, გადავიტანე ეს სტრესები, ახალ კლასთან ინტეგრაცია, ხო, იქ რაღაცა ურთიერთობების დალაგება, მთელი ამბები იყო ეს თემა. ამავდროულად საგნობრივად ხო იშლება და მატულობს აგრძნობლად დავალებების რაოდენობა, ტექსტების ხო დიაპაზონი, საგნობრივი რაღაც სპეციფიკები და აი ეს რაღაც გატყდება ადამიანს თავზე და ხო არ იყო ადვილი მახსოვს. თან მე არ ვიყავ ფიზიკურად ისეთი რა, ოჩაღი ადამიანი, ეს კიდე ცალკე თემაა, ხო, რომ შენ როგორ იმკვიდრებ თავს ამ ურთიერთობებში, რა მეთოდებს, რა ტაქტიკას იყენები იმისთვის, რომ იყო, ხო, კონდეს შენი ადგილი შენ ხო, ესე იგი დიალოგებში მოგისმინონ. ვინც არ უნდა იყოს მასწავლებელმა იქნება თუ კლასელმა თუ პარალელურ კლასელმა და ასე შემდეგ, ხო? ესე იგი შენი სტატუსი და შენი სოციალური სივრცე შექმნა. და იყო ეს აი ახლა მახსენდება ძალიან ისე, მკვეთრი იყო ეს გადასვლა. და ესე იგი რას ვამბობდით? ხო, აი იქ ნიშნებს ჩემს მოსწრებას ეს დაეტყო. მახსოვს პირველი ორიანი, საკონტროლო წერები ჰქონდა ესე, ხო, ხშირად საკმაოდ. საკონტროლო წერები ჰქონდა ხშირად და მახსოვს ერთ-ერთ პირველი ორიანი მივიღე საკონტროლო წერაში. და ის სტრესი მახსოვს, იცით როგორი იყო, აი რაღაც რუსულში? არა, მათემატიკაში სწორედ შორის, მათემატიკაში მოხდა ეს ამბავი. თითქოს და არ უნდა მომხდარიყო, ეხლა ესე რეალური ცოდნის ფონზე, იმიტომ რომ შვენივრად მიყვებოდი ამ პროგრამას და ეხლა მათემატიკა მე უმაღლესი მათემატიკა მაქვს, ასევე კიბერნეტიკაზე ჩავაბარე, ჩემი პირველი ფაკულტეტი კიბერნეტიკა იყო. და ეს არ იყო რაღაცა თქვათ მათემატიკური ინტელექტის რაღაცა სიმწირე, ან პროგრამაც ეხლა შვენივრად მინდიოდა. აღმოჩნდა მე ავად ვიყავი საკმაოდ ძლიერი ანთება დავემართა ფილტვების, საკმაოდ ძლიერი. და ეს რო გაირკვა და რო ჩავწექი და იქ წარედ მახსოვს ის პერიოდი, ეს ნემსები და რაღაცა და ეს იყო რა, რთული პერიოდი იყო საკმაოდ, აი ეს ინტერვალი და იმას დაემთხვა, თურმე საკმაოდ დაძაბუნებული იყო ჩემი ორგანიზმი ამ წერის დროს. და მახსოვს ტელეფონზე რომ დარეკეს და ეს ორიანი რომ ესე ნიშანი ორიანია და აი არ ვიცი რა ფილტვების ანთება მიწა ესე იგი გამსკდარიყო მერჩივრა მაშინ და
ხო, აი ეს რაღაც რომ აი ეს თირამე მოხდა. ხო. საბოლოოდ რო გამოვყვეთ წლებს, უცებ მაინც ბოლომდე რომ მივიყვანო ეს ისა პასუხი, ბოდიში თუ ისა გრძელ პასუხებს ვიძლევი რა რაღაც, ხო? იმიტომ ნიუანსებია მთავარი. ხო, რა თქმა უნდა. ნიუანსები და ეს ამბებია მთავარია რა. და აი ეს და მე დაიწყო კლება ამან. ესე იგი, მოსწრება წამოვიდა ქვემოთ, აკადემიური მოსწრება ქვემოთ წამოვიდა. მე ამას დაემთხვა, ხო, აი ეს საკმაოდ არაიული ეს გარდატეხის პერიოდი, როცა ბიჭი და ბიჭს ჩვენ დროს საკმაოდ ესეთი რთული გამოწვევები ჰქონდა აი ამ პერიოდში, ხო, 13, 14, 15, 16 აი ეს ბოლო წლების სკოლაში რაღაც კიდევ დამატებით მოთხოვნებს გიყენებდა. ხო, აი და მახსოვს ეს გულის საცრუება სწავლის მიმართ, ნიშნების მიმართ და რაღაცა წამოვიდა ქვემოთ. თუმცა საბოლოოდ ვიტყოდი, რომ ეს 4-იანი ვიყავი რა. და საგნები ხომ არ სამიანებიც. აი რომელიც გიყვარდა გესმოდა და აი სიღრმისეულად რომ მიყვებოდი. ხო, არა ისე კი. სწავლობდი არა. კი, მიყვარდა გეომეტრია. გეომეტრია მიყვარდა გეომეტრია თან ისე ძალიან. იმდენად მიყვარდა რომ ხა გამახსენდა რომ აი ხაზვაში ოლიმპიადაზეც ხა გამახსენდა უცებ რომ რამდენიმე ადამიანი ჩვენი და საფეხურიდან რომ გავედით მეც ვიყავი ამ შემოდგენობაში ოლიმპიადაში მივიღე მონაწილე. ძალიან მიყვარდა, დღესაც მიყვარს ძალიან სივრცის აღქმა. ეს ხატვასაც უკავშირდება მათემატიკასაც. აი ეს სივრცითი აზროვნება, სივრცის ესთეტიკა, სივრცის დანაწევრება, რაღაც შემადგენელ კომპონენტებად, ეს დღესაც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ის არის და ხო, ეს სიმეტრიების აღქმა, ურთიერთმიმართებების აღქმა ფიგურებს შორის ეს მიყვარდა. და მახსოვს რომ გეომეტრია კარგი იყო რა ეს თეორემებში ძრომიალი და ეს ფიგურები ხაზვა ხატვა. ერთი ეს იყო. კიდევ ვიტყოდი რომ საინტერესოდ მიდიოდა ინგლისური, რომელიც ახლა ვახსენე, ხო, ინგლისურის მასწავლებლების მთელი აი კოჰორტა, ჯგუფი იყო ძალიან პოზიტიური და ყოჩაღი და კონსტრუქციული. თითქოს ცალკე რაღაცა ძვირფასი, რაღაცა ცალკე სამასწავლებლოსავით არსებობდა, ახლა ამას პირობითად ვამბობ, რა თქმა უნდა, აი ეს ინგლისურის მასწავლებლები იყვნენ სხვანაირები იყვნენ. შეიძლება რაღაც საინტერესონი იყო. პანჯარაც ჰქონდათ, თუნდაც ან ინგლისურენოვან სამყაროსთან ან გამოცემებთან ან კი, ერთ სიტყვი აუწევ, რადგან კარგად ხატავდი. ხშირად მიწევდა კედლის გაზეთები იყო, აი ჩვენ სკოლაში რაღაც კარგი ამბავი იყო ეს. იმ პერიოდში ძალიან გავრცელებული მოვლენა იყო ეს კედლის გაზეთები და ყველა კლასს უნდა ქონოდა. ცალკე მე თუ მკითხავ, ცალკე შესასწავლი თემაა, აი კარგი კვლევის საკითხია, მე ვიტყოდი, როგორ ვითარდებოდა ეს ამბავი, თქვათ, ხო, აი ეს პოსტერების კულტურა სკოლებში, აი 10 წლეულების განმავლობაში, ხო, აი თაობიდან თაობაში როგორ ვითარდებოდა და მე მახსოვს, აი 8 მარტის პოსტერები კეთდებოდა იქ სხვა შორის აი თეატრის პოსტერი მახსენდება ახლა, რომელზეც მიმუშავია მე თვითონ, აი მახსენდება ახლა ის დასრული ხელების. თან 2-3 ვხატავდით კლასში და ნუ ცხადე ჩვენ ვიყავით ამ საქმის უსტაბაშები. და ძალიან კარგად მახსენდება ახლა სკოლას რო ვიხსენებ, აი ეს დამატებითი ერთი შეხედვით აქსესუარი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სხვა შორის, იმიტომ რომ ის იყო თვითგამოხატვის ერთგვარი დერეფანი. ბავშვებისთვის იქ შეგეძლო მეტად გეჩვენებინა რაღაცა შენი გულიდან, შენი გონებიდან. და ბოლოს მივიდა ეს ამბავი, ეს მინდა რომ აი მართლაც დარჩეს. ბოლოს ეს ამბავი მივიდა რომ დავამზადეთ. ხა ეს პერიოდი 70-იანი წლები არის ძალიან საინტერესო მთელ მსოფლიოში. მთელ მსოფლიოში უზომოდ საინტერესო პერიოდია და რა თქმა უნდა, ჩვენი სკოლა თან ინგლისური გაძლიერებულით არ იყო გამონაკლისი. ჩვენ უსმენდით სიმღერებს, ბენდებს, ხო, რომლებიც აი საოცარი ბუმი იყო იმ პერიოდში ზუსტად და მე ვიყავი ეგრეთ წოდებული ბითლომანი და ხო, ამაზე ახლა წამოვიდა კიდე ისტორიები, მაგრამ შევეცდები რომ კონცენტრირებულად თქვა, იმიტომ რომ მინდა სწორედ იმ პოსტერს დავუკავშირო და შეიძლება ამ პოსტერმა ბევრი რამ
ეხლა მივადექით კიდევ ერთ დამრიგებელს ქალბატონ ციურის. მასწავლებელია. ფიზიკის მასწავლებელი იყო და თან დამრიგებელი, ჩვენი სადამრიგებლო, ხო, ესე იგი ჩვენი კლასის დამრიგებელი. ბოლო წლების სწორედ ქალბატონ ციურის და ეს იყო ძალიან საინტერესო ადამიანი. ზრუნველი ადამიანი და საკმაოდ თანამედროვე. ციტაი ესე იგი თანამედროვე ადამიანი იყო მაშინ და აი დღესაც პერიოდულად Facebook-ში აქტიურობს დღესაც და აი დღესაც რო ვადევნებ თვალს ან ხანდახან როცა ლაიქებს რაღაცას ან რაღაც კომენტარს წერს მე ვხედავ აი ამ მის დღეს გაცილებით უკეთ რა თქმა უნდა ვხედავ როცა აი ამ ბიოგრაფიულ რეფლექსიას ვაკეთებ მაშინ რას ცდილობდა ის ჩვენთან ურთიერთობებში რას დებდა ხო რომელ ღირებულებებს ანიჭებდა უპირატესობას ხო და მახსოვს ესეთი რომ ქალბატონ ციურის მივადექით მე და ჩემი კლასელი ისიც ბითლომანი იყო და მარჯანიშვილზე იყიდებოდა ისინი მანეთად თან ჩუმად ესე იმიდან გისოსებიანი ფანჯარა იყო მახსოვს შემაღლებულ პირველ სართულზე და იქ უნდა მიგეკაკუნებინა, ოღონდ თან აქეთ-იქით უნდა გაგეხედა, რომ ვინმეს არ შეემჩნიე, ეს მართლა ნაღდი ამბავია და იქიდან ესე ფარდაში არხევდა, კაცი იყო ერთი, მანეთიანს, მოკეთ რამენაირად შეაცურებდი და იქიდან და ეტყოდი, რომ ეს მინდა, ხო, რაღაცა თქვა. ლენონისის მინდა. თირფით, არა, ისინი სურათები, რეპროდუქციები, რაღაც მე-1000-ად გადაშუშული ისინი, ხო? სურათები. შავთეთრი? საიდანაც ჩოულობდა ეს კაცი, ესე იგი იმას, ხო? რა თქმა უნდა, შავთეთრი ისინი იყო, ფოტოებად აკეთებდა. საკმაოდ გაბლარული, იმიტომ რომ 1000 ჯერ ხო, ესე იგი გადაკოპირებული და მაგრამ ნუ ჩვენთვის ახლა ეს ხო წარმოგიდგენია რა იყო ბრუსლიც იქ ბრუსლი მერე წამოვიდა მაგრამ ნუ აი ბითლები და ნუ მერე ეს ზეპელინები რა მთელი ამბები და ნუ აი ესე მანეთად მოკლედ ამას შოულობდით ამას და მერე პარალელურად ამას შემოემატა ეხლა უკვე მიჯნურობის თემაში ჩემელია გადავიდე იმიტომ რომ ჩემი მეუღლე ჩემთვის უზურპასესი ადამიანი ცხოვრების რა ვიცი რა თანამგზავრი და დიდი ერთ სკოლაში სწავლობდი სკოლაში შევხვდით ერთმანეთს და ნუ რადგანაც მე არ მქონდა ათლეტური გარეგნობა არ მქონდა ხო და ნუ ჩემმა მეზობელმა კოტიკა ავანიანმა ესე იგი თქვა რომ ის უკრავდა ბიტლებს და იცოდა ეს აკორდები რამდენიმე რომლითაც შეიძლებოდა ესე იგი ამ რაღაცების დაუფლება და მოკეთ კოციკამ აგერ ვარო შენ გვერდით ვარო და მასწავლა ეს 4-5 აკორდი რომლითაც შეგეძლო ესე იგი თავიდან მინიმუმ 7-8 სიმღერა შეგესრულებინა და მერე წავიდა ეს ამბავი ხანდახან დღესაც ვასრულებ ესე იგი იმ სიმღერებს ბავშვობის სიმღერებს კი და ესე მოკეთ გიტარა გახდა ჩემთვის ამ ესე იგი ურთიერთობებში მოხიბლის მთავარი ინსტრუმენტი. ეხლა რა მინდა ვთქვა, რომ ის პოსტერი აუცილებლად უნდა ვთქვა. ქალბატონ ციურის მივადექი და ვეუბნები, რომ ესე იგი ჩვენ გვინდა პოსტერი გავაკეთოთ კლასში. ეს ხო? კედლის გაზეთი. ოღონდ ჯერ ვეუბნები, რომ კედლის გაზეთი. ეხლა მაშინ ცოტა უკვე არეული და აცვენილი პერიოდია იქ რაღაცა მე-10 კლასში ხარ? ახლა ვარ მე-10 კლასში. ხო და მეთან 0 მაქვს გავლილი იმ პერიოდის ბავშვი. და ნუ ეხლა გაუნათდა ციურის სახე, იმიტომ რომ ვა ეს მომესწრენ ბავშვები რაღაც ესე კედლის პოსტერი და ახლა დარწმუნებული ვარ ან შეიძლება ფიქრობს რომ ნიუტონზე გააკეთებენ ახლა ამას თუ იმაზე რა ქვია არ ვიცი ხო გალილეიზე იქნება ეს თუ იმაზე ხო არ ვიცი ბარათაშვილის მერანზე ხო და დიდი სიყვარულით ვიხსენებ ორივეს გალილეისაც და ტატოსაც ხო და ბიტლების პოსტერი უნდა გავაკეთოთ თქო უთხარი და ნუ ეხა მახსოვს ეს პატარა სპაზმი ხო და მახსოვს რომ პატარა ტაიმაუტი აიღო არ იყო ადვილი ამის გაკეთება არ იყო ადვილი თან ქალბატონი ნინო დევდარიანია დირექტორი
ხალბატონი ნინო დიდი თემაა ცალკე ეს სკოლის დირექტორი ხო ვიცით რომ დიდი თემაა თემაც ჩვენ დირექტორების თემა წყობთ და ის იყო მკაცრი და ისეთი რა ხო ადამიანი იქ არის ალბათ 87-8 წლები მახსენდება რომ ციური რაღაც ერთი თუ ორი გაკვეთილის შემდეგ რაღაც დიდ შესვენებაზე თუ რაღაცა თქვა რომ კიო მოკლედ გააკეთეთო და მე მახსოვს ის პოსტერი ის სიმღერა რომელიც გვიყვარს თავის ტექსტებით საჩური ძალიან საინტერესო ტექსტებით ვიმუშავეთ ჩვენ ტექსტს ეხლა რო პრეზენტაციებზე კომპლექსურ დავალებებს რო ეძახით აი პროდუქტი იყო ეს აი ეს რაღაც მოჩხრეკილი ტექსტებით რაღაც ბიოგრაფიული ფაქტებით რაღაც და ეს 4 სურათი ეს ხო ესე იგი ეს 4 ბიტლი ამ სურათზე და მთელი სკოლა ჯერ დადიოდა რომ ენახათ ეს პოსტერი რომ აი ნახე იქ რა აი ამ კლასში არის ბიტლების პოსტერია გაკრული და ბავშვები რომ მოდიოდნენ პატარები მათ შორის და იყო რა აუ მართლა არის ხო და მერე სხვა შორის ხო ლამის სხვა სკოლებიდანაც მოდიოდნენ ჩვენი პოსტერის სანახავად რაღაც ის იყო აი ამბავი ხო აი ჩვენ წარმოვიდგინოთ მე თარიღებს იმიტომაც უსვამ ხოლმე ხას ლენონს აქვს ნათქვამი სხვა შორის თავის ბავშვობას რო იხსენებს თავის ბიოგრაფიულ ჩანაწერებში დღიურებში სკოლას ნეგატიურად იხსენებს ძალიან ნეგატიურად იხსენებს და ამბობს რომ ნეტა ვინმეს არა თუ ეკითხაო შეემჩნიაო რისი გამოხატვა მინდოდაო როცა პატარა ვიყავიო ხო თან ჩვენ პრინციპში საბჭოთა სკოლაში ვსწავლობდით აი თუნდაც მაგ პოსტერზე რომ ისე ვიტრიალთ მაგ პოსტერის გარშემო ხომ არ იყო ეგ ხო იცი ყველა რაღაცა იმას აბრალებს ხოლმე რომ პროტესტის მაშინ ვებძოდი საბჭოთა კავშირსო არ ვიცი ეს გაცნობიერებულად თუ ან ისე ეს იყო გაუცნობიერებელი პროტესტი დღეს არაცნობიერად ხომ არ იყო ხო ხვდები ეს არის 87 წელი ფაქტობრივად კი ეს არის 90 სიყალბისა და რა ვიცი რა უკიდურესობამდე მისული მათ შორის სკოლაში სახა ჩვენ ეს არის პერესტროიკის ესე გაგანია პერესტროიკის რომელიც საქართველოში ჯერ არ ჩანს ეს პერესტროიკა საქართველოში ჯერ არ ჩანს ეხლა ვიგებთ რომ აი ეხლა 9 აპრილამდე ბოლოს 1984-2024 ხო და იყავით კიდეც ამ ხო ინიციატივა და ეს მინდა რომ გავაგრძელო ეს ბოლო პერიოდზე რეფლექსიები ამ თემებზე 84-ში ეს არის უკვე სერიოზული ამბები როცა მონანიებას იღებენ, როცა ხო აი ეს დახვრეტის ამბავი ესე ხო ჰაერში ტრიალებს ასეთ. ხო ჰაერში ტრიალებს, როცა რა ბევრი რამე, როცა პლურალიზმზე ლაპარაკობს გორბაჩოვი, რომ აი პლურალიზმისში უნდა წავიდეთ. აი რაღაცა ძალიან დიდი პერიოდია რა ეს მართალი გითხრა და ნუ მე ამას მოყვა რა თქმა უნდა უკვე ეს 9 აპრილი და ასე შემდეგ. ეს ხო აი თბილისის ბირჟებმა უკვე სახე რო იცვალა და იქ ეროვნული თემატიკა რო გახდა წამყვანი იქამდე სხვა თემები ტრიალებდა იქ. ბატონო, მე ძალიან მაინტერესებს შენი აზრი იქ როცა ვთქვით საგნობრივი მრავალფეროვნება და დატვირთულობა და პრინციპში რომ დავაკავშიროთ ჩვენ დღევანდელ სკოლასთან. მართალი რომ გითხრა ჩვენ გვისაუბრია კიდეც ამაზე დიდად არ შეცვლილა არსობრივად ჩვენი დღევანდელი სკოლა რაც გვაქვს ხო აი მაშინდელი აგებულები სკოლის აგებულება სკოლის შინაგანი არქიტექტურა არ შეცვლილა თუმცა რაღაცები შეიცვალა მე მინდა აი ამაზე გკითხო საგნობრივ მრავალფეროვნებაზე და დატვირთულობაზე რომელიც ტეხს ბავშვებს სინამდვილეში ხო და უბრალოდ მაინტერესებს რას ფიქრობ ამაზე ბოლო როდის უნდა დაიბრუნონ ბავშვებმა საკუთარი მისწრაფებების განვითარება კარგია ბავშვის მისწრაფების განვითარება და არა ვიღაცა ბრძენი ხალხის მიერ დაწერილი 15 საგნის მიმართულებით ამაზე რომ ხო დიდი თემაა შენი აზრი ხო ეს ძალიან დიდი თემაა და შევეცდები აბა ანუ აი იგივე შენ დავაკავშიროთ ახლა ის საგნები ხო რაღაცები რომელიც არ გაინტერესებდა არც გესმოდა და გაწვალებდა და ასე შემდეგ
ეს მართლაც რამე დაწერილი გვაქვს, რომ ასე უნდა ვიწვალოთ ჩვენ თუ შეიძლება ჩვეულებრივად ამაზე ვთქვა თუ კი ბატონო, მოდი და ბოლოსკენ წავიდეთ კიდე რამდენიმე საკითხი. მოდი აი შევეცდები ახლა რა როგორ ვთქვათ მოკლედ. შენ დამოკიდებულება თუნდაც, აი რა დამოკიდებულება არის ცალსახა. ის რასაც ქალბატონი ბელა მიქელაძე აკეთებდა თავის პატარა ინგლისური საერთო პატარა ჯგუფებში. თავის ერთი ბეწო ოთახში საოცრებებს. რასაც ბიძაჩემი აკეთებდა, სახლში იქნებოდა თუ აი ეზოში თუ სკოლიდან და სკოლაში. რასაც ბევრი მასწავლებელი დღეს ოჩაღად აკეთებს, ახერხებს, იმიტომ რომ ჩაიჭირა განათლების ნამდვილი არსი და პროცესი დაინახა. ბოდიში ბევრი რამდენი პროცენტულად? პროცენტულად? ცოტა. გეტყვით ახლა პროცენტულად. ხო, რა კარგია ეს პროცენტები რო ვიცით. ხო, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ცოტა 10 ხო. ეგ ბევრია. არა, ბევრია. უბრალოდ ვიცნობ საბედნიეროდ ამ ადამიანებს და ამ დიახ, რა თქმა უნდა, კოლეგები ვართ. არანაირად არ მინდა რომ ახლა რაღაც ისეთი ხატი შევქმნათ, რომ ეს რაღაც გამორჩეულობის და რაღაცის. არა, ეს ადამიანები ხედავენ აღზრდის პროცესს თავისებურ კალაპოტში და ისევ აი ფსიქოლოგების ტერმინები ხმას სწორად არესურსებენ ბავშვებს და ისეთი სტიმულები და რესურსები შეაქვთ სასწავლო პროცესში და იმგვარ აქტივობებში რთავენ ბავშვებს, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია თვითგამოხატვაზე, პირველ რიგში, რამე თუ ახლად დაბადებულ ადამიანს უკვე ბევრი რამე აქვს გამოსახატავი. არა თუ 2 წლის ასაკში, 5 წლის ასაკში, 12 წლის ასაკში და შემდეგ. 12 წლის ასაკი კვლევის მიხედვით არის კრეატიულობის პიკი. შემოქმედებითი, ესე იგი აზროვნების განვითარების ახლა ფსიქოლოგიაში თუ შევიჭრიტავთ ადამიანის ფსიქიკა როგორ ვითარდება და იქ რა პროცესები მიდის. 12 წელი არის საოცარი პიკი შემოქმედებითობის. და ჩვენ უნდა ვთქვათ პირდაპირ, აი სიტყვა მოსწრება, ხო იცით რომ მიყვარს მე ეს ფუძე, სწრება. კარგი მასწავლებელი ასწრებს ისეთი რამეების გაკეთებას, რომ ესე იგი აი ეს პერიოდი არის მდიდარი. და აი ამ პერიოდში რაღაცებს აკეთებს კარგი მასწავლებელი და ამაზე შეგვიძლია უსასრულოდ ვილაპარაკოთ ნიუანსების დონეზე. მაგრამ თავარი არის რომ კარგი მასწავლებელი სწორედ ასე უყურებს რა, რომ მოსწრება არის მნიშვნელოვანი. და ის არიზომება რაღაც ქულებით და იმით. აი რასაც მოასწრებ ამ პერიოდში. რა იმპულსებსაც ვითაც გაამდიდრებ და რესურსებითაც გაამდიდრებ ბავშვის ცხოვრებას, მათ შორის ბავშვის თვითახქმას იქნება, თვითდაკვალიანების უნარს, სწავლის უნარს, განვითარებას, მაგრამ პირველ რიგში გამოხატვას. ყველა საგანში. და ვიტყვი პირდაპირ. და როგორც კი აი ასეთი მიმართულება ეძლევა მასწავლებლის, სკოლის დირექტორის ფიქრებს და საზრუნავებს, ყველაფერი ხდება იოლი. ყველა საგანში? ყველა საგანში. და ნახე, ანუ რა, ყველა საგანში. კიდევ არის 1-2 რამე რაც უნდა ჩაუფინო ამ ამბავს პირველები როგორც ითქვა. რა მაინტერესებს რომ ერთი ბავშვისთვის ყველა საგანში თუ ზოგადად ყველა საგანში და ბავშვი სხვადასხვა ოღონდ. გამიგე რას ვამბობ? ერთი ბავშვისთვის შესაძლებელია ეს სწრაფვა მიმართული იყოს 15 საგნისკენ? ნახეთ, ეხლა გადავდივართ უფრო, ხო, ესე იგი არქიტექტურის საკითხებზე, ხო, და დიაპაზონი და იქ რაღაც კიდე სხვა ნიუანსები შემოდის. მე ვამბობ, რომ ცალკე აღებული ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, როგორი საწყისი მონაცემებიც არ უნდა გქონდეს, ყველა ადამიანს, ყველა ბავშვს, ხო, აქვს წინარე მონაცემები იმისათვის, რომ გაშალოს და გაიფურჩქნოს ნებისმიერი შინაარსობრივი თემატური მიმართულებით. მოდი ახლა რადგან თემატურ კურიკულუმზე გადავდივართ. ძალიან კარგია. ნებისმიერი მიმართულებით დავუშვათ, ეს სწორია. მე მჯერა ამის, ვიცი, ხო, ახლა ვამბობ ყოველ შემთხვევაში. უბრალოდ ნებისმიერი მიმართულებით.
ჰაჰა, ნებისმიერი 2 მიმართულებით. დავამატოთ კიდევ ნებისმიერი 3 მიმართულებით. მაგრამ 15 მიმართულები? ხო, არა. აქ ასაკობრივი თემები ჩემოდის. აქ ასე, აი 12 წლამდე რო ვილაპარაკე, იქ მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის, მოდი ესე ვიტყოდე, შესაძლებლობათა ყველა კლასტერი, აი თეორიებით შეგვიძლია მოუშველიოთ და ისა, ხო, მაგრამ მოდი არ გავართულოთ ახლა, აი ადამიანის შესაძლებლობათა ყველა კლასტერი, ყველა ის პროცესორი არ მიყვარს ესე ბავშვის ფსიქიკაზე საუბარი, მაგრამ აი ყველა ის პროცესი, რომელიც მზად არის ცნობის მოყვარეობის გაღვივების შემთხვევაში, აღიარებისა და პატივისცემის და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების ფონის შექმნის შემთხვევაში, გაიზარდოს, განიტოტოს და ნაყოფიერი გახდეს. აი შემდეგ თუ გადავალთ უკვე, ხო, როცა ადამიანმა თავის კარიერული, ნელ-ნელა უკვე კარიერული, ხო, ის რო ჩნდება ჰორიზონტები. და დღეს ვიცით ჩვენ, ხო, რომ ბრუნდება ის ეპოქა, როდესაც მრავლობითი უნარები და კომპეტენციები უფრო ნელ-ნელა უფრო ფასობს ვიდრე და ეს მოქნილობა, მოდი ესე ვთქვათ, და უეჭველად შეუქცევადია ეს პროცესი მინიმუმ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ასე უნდა იყოს. დღევანდელი სურათით ბავშვს კონდეს ეს, ხო, ესე იგი საწყისი ფართო დიაპაზონში გასვლის ფუძე, ფესვები და შემდეგ აი იქ უკვე კოუჩინგის ტექნიკების გამოყენებით და მე ახლა ბავშვებისთვის მოზარდთა კოუჩინგზე ვსაუბრობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აკენწლილია ეს სიტყვა, მე ძალიან შევეცდები, რომ ინდივიდუალიზებული კოუჩინგი ბავშვების ჯერ იმ სკოლაში გავცელდეს და ჯერ იმ სკოლაში, სადაც ამის პირველ რიგში მოსინჯვას ვლამობ ახლა და მე შეიძლება უფრო ფართოდაც გავრცელდეს და თითოეულ მოსწავლეს სწორედ დაეხმაროს უკვე აი ამაში, რომ რამდენიმე ძირითადი მიმართულებით დაიკვალიანოს თავი. ერთი თემა, რომელიც სხვა შორის ახსენე ერთ-ერთ საუბარში, რომელიც შეეხებოდა ჩემი აზრით რაღაცნაირ დოკუმენტს ჩვენ რო ეროვნულ მიზნებს უწოდებთ განათლებაში. კი ბატონო. თანამშრომლობაზე მინდა გკითხო, იგივე პოსტერს დაუბრუნდეთ ვიღაც შენ და მეგობარმა. კი. და მე ერთად იმუშავეთ ხო? აი სკოლა რომ წარმოვიდგინოთ, ეს ერთ-ერთი ისეთი ურთულესი უნარია, რომელიც ჩვენ საზოგადოებას არ გვაქვს სინამდვილეში. არც ერთ ფენას, არც ელიტაში თუ ანუ გულისხმობ პროფესიონალების რაღაც მიმართულებით, ხო? როგორი დეფიციტია ჩვენთან. აი იმ სკოლა რამდენად გაძლევდა ბიძგს აქეთკენ და დღეს რა შეიძლება გავაკეთოთ, თუნდაც მასწავლებლებმა, რომ ეს ვისწავლოთ, თუნდაც ზრდასრულებმა, რომ ეს გამოვიმუშაოთ ბოლო-ბოლო. რა კარგი ის. არა, ის ჩვენთვის სასიამოვნო. მოდი ვიტყვით დღევანდელი საქმიანობის შესახებ. რაღაც პერიოდია, რამდენიმე წელია, მეტნაკლებად დისტანცირდი, ესე იგი, თლად მოვწყდი არ მინდა თქვა, იმიტომ რომ არ არის ასე სინამდვილეში, მაგრამ ერთგვარი დისტანცია გაჩნდა ჩემი სასკოლო სფეროსთან. სკოლის განვითარება, სკოლის მართვა, სკოლაში სწავლა-სწავლება. რაღაცნაირად ისა ესეთი პერიოდია. და ერთ-ერთი საფუძველი ამის და გამომწვევი არის ის სხვადასხვა საქმიანობა და უფრო ზრდასრულთა განათლებას და ტრენინგს და განვითარებას ეხება ეს და ეს არის Teamboat კომპანია, რომელიც პირდაპირ ესე იშიფრება ესე იგი გუნდის ნავი, ხო, ესე გუნდური ნავი. დიახ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ეს განათლების სფეროში სლოგანი, ვიტყოდი ესე სლოგანი, ესეთ 4 დიდი პრინციპი, ხო, ასევე ქვია 4C, ესე აღინიშნება, რომელიც გვეუბნება რას, რომ აი ეს 4 მიმართულება, ეს 4 საყრდენი თუ გნებავთ, თუ განვითარდება სკოლამდელიდან მოყოლებული, აი ცხოვრების ბოლომდე, შეგვიძლია უკვე ესე ვთქვათ, ანუ დიდ დიაპაზონში შევხედოთ ცხოვრების განმავლობაში სწავლის, ხო, აი ევროპულ პრინციპს თუ გნებავთ. არის 4C, ეს 4C არის კომუნიკაცია და ესეც ურთიერთობას უკავშირდება, ესეც იმისთვის, რომ მეორეზე გადავიდეთ, არის თანამშრომლობა, კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა.
აი დადგა ისეთი დრო ძალიან საინტერესო ამ კუთხით, რომ განათლების 4 ძირითადი საზრუნავი არის ეს 4 მსხვილი კომპეტენციაზე მეტი ალბათ რა არ არის ეს კომპეტენციის დონე კიდევ უფრო დიდ რამეზე ვსაუბრობთ ახლა და ერთ-ერთი არის თანამშრომლობა მეტის კომუნიკაციაც პრინციპში ამასების ერთი დიდი ის არის და დიახ დღეს მით უმეტეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში ცოდნისა და განვითარების ეპოქაში როცა აი ამხელა ძვრებია მე ვიტყოდი მთელ იმაში განათლების საქმე თავარი ხდება რა რომ ადამიანი რაც შეიძლება ადრე დაეუფლოს სხვებთან ერთად გუნდური პრინციპებით და კრეატიულად, ნახეთ, სხვებთან ერთად კრეატიულად, კრიტიკული აზროვნებითა და კრეატიული პრობლემების გამოწვევებთან და პრობლემებთან მუშაობას, სხვა დონის, სხვა სახის პრობლემებთან, სხვებთან ერთად მუშაობას. ეს არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი. და ეს მოიცავს, ეხლა რამდენად არის სწავლადი თუ დასწავლადი თუ ათვისებადი, რა თქმა უნდა და აი სწორედ ამისკენ გადავინაცვლე, ეხლა დასრულებთან მუშაობ, იმიტომ რომ ის დეფიციტი, რომელიც ახსენე გიორგი, არის იმდენად თვალსაჩინო და იმდენად აი პარადოქსი ერთგვარი, რომ ეს არის კულტურა, რომელიც თავს იწონებს ამით საერთაშორისო დონეზე. და მეორე მხრივ თავის პატარა სამზარეულოებში ვერ ახერხებს კრეატიული თანამშრომლობების კონკრეტული ფაქტების შექმნას. პირიქით რა, რასაც სამზარეულოებიდან ხედავთ, არის ამის საპირისპირო. და ეს არის დიდი თემა ძალიან. ხელები წინ დაცურავს. ხელები მაღლა ტაში აბა დაცურავს აბა დაფრინავს აბა ტაში აბა დაცურავს ქარადა ფრინავს Gedi. 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 To? Dia. Gedi. Gedi. Soane Gedi. Şavi Gedi. Ara. Siteli Gedi. Ai, tell me again. კი, აი ჩვენ როგორც მასწავლებლებს მაგალითად არ გვაქვს ან ძნელად გვაქვს ისეთი დავალებები, რომელიც ბავშვებს აიძულებს, ერთგვარად აიძულებს, ერთგვარად.
რომ ერთად დასხდნენ და რაღაცა გადაინაწილონ. ის კი არა მოგეხსენება რომ ჯგუფური სამუშაო და ახლა ჯგუფურად იმუშავეს და იქ რომ კაცმა არ იცის ვინ რა საკეთებს. ხო, ერთგვარ წყევლად იქცა რაღაც პერიოდი მასეებლებსაც ის ჰქონდათ, ხო, რაღაცა ძალიან არადა მომავალი არის სწორედ ეს. მთელი ცხოვრება ჩვენ აწი მომდევნო წლები, მომდევნო აწლეულები მოგვიწევს მცირე გუნდებში მოქნილად და კრეატიულად გამოწვევებზე მუშაობა. ეს არის დიდი მახასიათებელი ჩვენი მომავლის და ამისთვის მომზადება ხა ვინ თუ არა პირველ რიგში სკოლამ უნდა აიღოს თავის თავზე. სხვაჯერ საინტერესო სამუშაო იქნება ასეთი დავალებების მოფიქრება ნებისმიერი საგნის მიმართულებით. პრინციპში ეს მომავლის საქმეა ალბათ. ესე გრო ახსენე ეროვნული სასწავლო გეგმა. იქ არის ძვრები ამ მიმართულებით. მე ვიტყოდი ეხა ეს ცალკე დიდი თემაა და ეხა შორს აგვიყვანს, მაგრამ მე ვიტყოდი ერთს რომ ნახეთ ფილოსოფიურად და მიზნობრივად დიდ სურათში თუ შევხედავთ აი ამ გამიზნულობას, განზრახვას, ჩანაფიქრის დონეზე არ არის ურიგო. მეტიც ურიგო არ არის კი არა. ის არის, რაც უნდა იყოს. ეხა ამის აღსრულება და ისევ იქ გუნდების შემუშავება ამ პროცესში რაღაცნაირად ხო სხვაგან მიდის. მაინც მე ღრმად მჯერა რომ ეს და საერთოდ ეს ეროვნული იმდენად გაფუძდა ეს სიტყვა სინამდვილეში ცენტრალიზებულს და ამას ნიშნავს ასეთი თავსმოხვეული სამწუხაროდ ასეთი სისტემა ზემოთ დაწერილი და ასე შემდეგ. მე კარგი მოლოდინი არ მაქვს რამდენი წელი უნდა გავიდეს რომ დავწმუნდეთ ბოლო-ბოლო ამაში. იური ახლა გეტყვი რომ ჩემი დისტანცირების ერთ-ერთი მიზეზი და საბაბი ესეც არის. კი ბატონო. და მე იმედი მაქვს იგივე რაც ახსენე კერძო მიმართულებით რაღაცა კერების გაჩენა რომ საიდანაც ის ქალბატონი ბელათი დავიწყეთ ჩვენ სინამდვილეში და ქალბატონი ბელები უნდა გაჩნდნენ კი არა არიან სინამდვილეში უბრალოდ მათ ასპარეზი უნდა მიეცეთ რომ რაღაცები გაიფურჩქნოს მართლა ხო და მე ჩამოყალიბდეს ასეთ თუ ის მართლა სკოლა ბავშვებისთვის მართლა და არა ვიღაცის გეგმების რეალიზაციის ადგილები ხო ასე ბატონო დიდი მადლობა მე ვფიქრობ ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ხოლმე შენთან საუბარი იმედი ამ აღურებლისთვისაც საინტერესო იქნება ეს იყო პაატა პაპავას სკოლა დაილოდე შემდეგ სკოლას